ეთერში ბრუნდება დედაქალაქის საკრებულო დღევანდელ ხტომაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა სკენჭი უყარა, შედეგად თბილისის მთავრობის 5 ახალი წევრი ყავს, მათ შორის ვიცე-მერი და მერის მოადგილე თამარ ტალეშვილი და ალეკო ელისაშვილი, ჩვენი მესამე ბლოკის სტუმრები, მოგესალმებით, დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. ალეკო, დავიწყებ შენით, თქვენობით არ მოგმართავ, ახლა კეკლუსობას არ დავიწყებ. დამაკმაყოფილებელი იყო თუ არა შენთვის ის ხედვები, ის გამოსვლა, რომელიც შენ მოისმინე კანდიდატებისგან და რა პოზიცია ქონდა, მხარი დაუჭირე თუ არ დაუჭირე? 5 კანდიდატიდან 4 საღამოშტობის მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. 5 კანდიდატიდან 4 საუჭირე მხარი, ერთს არა. გუშინ იყო, ის ერთი ვინ იყო? ბატონი პაატა ჯაჭვლიანი, რომელსაც მადლობაც გადაუხადეს სხვათა შორის, იმის გამო რომ მას დაუნდობლად ვაკრიტიკებ ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ არც თუ უსაფუძვლოდ, ვინაიდან ერთ-ერთი ყველაზე შემორჩენილი მიმართულება თბილისის მერიაში არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად ტრანსპორტი. ბევრი კომპონენტი აქვს, ითი პარკი იქნება ეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება, საცობები იქნება თუ სხვა, ამას არაფრით არ მოევლო. და ამიტომ ვაკრიტიკებდი და გუშინ ასეთი დათქმა იყო და პაატა ჯაჭვლიანიმ დამტკიცა უკვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. გუშინ იყო შეთანხმება, გაერთიანებული კომისიების ხდომა იყო, რომ ბატონი პაატა წარმოადგენდა ჯერ ხედვას, უпростоრით შეაჯამებდა 8 თვის მუშაობას და ამის შემდეგ გადავწყვეტი დაგვეჭირა თუ არა ქართულ ოცნებას და გადაწყვეტილი ქონდა. მაბატონო, რა თქმა უნდა, ის მოვალეობის შემსრულებელი იყო იქამდე? არა, ის იყო ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელი 8 თვის განმავლობაში. და ნუ მასთან მქონდა პრეტენზიები, თუმცა მინდა ვთქვა, რომ მის ღირსებაზე მეტყველებს, რომ ზოგი ერთი საჯარო მოხელისგან განსხვავებით არის ასეთი თემურ ხომერიკის საოცარი ადამიანი, რომელიც არის უდიდესი საკადრო შეცდომა დავით ნარმანიას და ეს გადაწყვეტილება მას ძალიან ხშირად წინ დახვდება. მისგან განსხვავებით ბატონი პაატა ძალიან ისე იღებდა ამ კრიტიკას და საქმიანი ურთიერთობა არ გაგვიწყვიტავს და ეს მის ღირსებაზე ნამდვილად მეტყველებს. ამის მიუხედავად მის განულ 8 თვის მე დაუნდობლად ვაკრიტიკებდი, მისთვის ხარი არ დამჭერია, დანარჩენებს ხარი დაუჭირე, თუმცა აქ დღეს ყველაზე გულდასაწყვეტი და გაუგებარი იყო ის, რომ წარმოიდგინეთ რეალობა, რომ პირველი ვიცე-მერი კიდევ ერთ-ერთი გამგებელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ტრანსპორტ სამსახურის უფროსი ისე დავამტკიცეთ, ვის უნდა წარმოედგინა, ხო? პირველი მოადგილე ნარმანიასი, მოადგილე და ეს ადამიანები მერს ხომ უნდა წარმოედგინა რა. ნუ რეგლამენტში არ წერია, იმას არ ნიშნავს, რომ დღეს იყო ძალიან ესეთი კიდევ ერთი ხარვეზი იყო საჯარო ბიოგრაფიის თბილისის მერის, იმიტომ რომ მას უნდა წარმოედგინა, ის რატომაც არ მოვიდა თბილისის საკრებულოში და ეს არის ძალიან გაუგებარი და ძალიან გულდასაწყვეტი. დედაქალაქის მერმა ამიანთაც ვიცი პირობა დადო თვის ბოლოს მოვალე. ნუ ეს იმას არ ნიშნავს, ანგარიშში ჩაბარება ერთია, მაგრამ შენი მოადგილეები, შენი ადმინისტრაციის უფროსი, ვაკის გამგებელი, ტრანსპორტ სამსახურის უფროსი უნდა დაამტკიცო საკრებულოში. მოდი შენ წარადგინე ეს, იმიტომ რომ შენ ხარ ამათი ხელმძღვანელი. ხო, ჩვეულებრივი ამბავია ეს. ელემენტარული ეთიკა, სამსახურეობრივი და მოსულიყო და მას უნდა წარმოედგინა. არ მომიდა, არ წარადგინა, ეს ძალიან გაუგებარია და არ ვიცი, ნუ ამით მე პირადად თან ვინმე სხვა საერთოდ დაკლებია ისევ დავით ნარმანიას. ასეთ შეცდომებს რატო უშვებს სიმართლე გითხრათ ვერ ხვდები. ამას ვამბობ როგორც გულშემატკივარი. ანუ ეს შეცდომები გაბევრდა და ეს შესაძლებლად არ მეწევს. ხალხთან თამარ, სანამ თუ გექნებათ სრული ალეკოს შენიშვნებს უპასუხოთ, მინდა გითხოთ, სულ რაღაც 9 თვეა, რაც დედაქალაქს ახალი ხელისუფლება ყავს, მათ შორის საკრებულოც. რა ამ განაპირობა ასეთი კარდინალური და მასშტაბური საკადრო ცვლილებების აუცილებლობა, იმიტომ რომ ცოტა უცნაურია დამეთანხმებით, როდესაც სულ რაღაცა 8 თვის მთავრობაში ხდება ესეთი ორომტრიალი. კი ბატონო, პირველ რიგში მინდა საფუძვლიანად მოგესალმოთ, მე პირველად ვარ ბარიერის ეთერში. ხშირად მოგწონთ. და მინდა აღვნიშნო ბატონო ირაკლი, რომ თქვენ ბარიერი ზოგადად ნიშნავს გარკვეულ ზღვარდებას, ხო მართალია და ისე მიყავთ ხოლმე ყოველთვის ეს გადაცემა, რომ ბარიერს მიღმა, ანუ შესაძლებელი ხდება სწორედ დიალოგის გამართვა და სწორედ რაღაც საერთო ფუნდამენტის მოძებნა ისეთ თემებზე, რომელიც რეალურად აწუხებს ჩვენ ხალხს და ამისათვის დიდ მადლობას. მადლობა კომპლიმენტისთვის. ეს კომპლიმენტი არ არის, ეს სიმართლე, ისე როგორც სიმართლე იქნება ის, რაც მინდა ახლა ვთქვა, რომელიც შეეხება სწორედ ცვლილებებს, არა? ეს არის თქვენი კითხვა და მე მეჩნია, რომ ეს პრინციპში მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც აირჩია მთავრობამ, ასრულებს თავის დანაპირებს, კერძოდ დანაპირები იმასთან დაკავშირებით, რომ იქნება თვითკრიტიკული.
არის ქართული გამოთქმა, რომ ღმერთმა წყლის ძალა მოგწესო, არა? წყალს ახასიათებს რამდენიმე თვისება, ხო? ეს არის მოქნილობა და ეს არის თვითწმენდის უნარი. და მე ჩემ ნებისმიერი ძალა, რომელსაც გააჩნია სწორედ თვითწმენდის უნარი, მას აქვს პერსპექტივა და მას გააჩნია მომავალი. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ არის თუ არა ეს მართებული. მე მიმაჩნია, რომ სწორედ ხედვა იმისა, თუ რომელი კანდიდატურა სად იქნება უფრო უპრიანი, სად უკეთესად შეასრულებს თავის ფუნქციებს ეფექტურად. ყოველივე ამ მიმართულებით მე მგონია, რომ უნდა მუშაობდეს ნებისმიერი ხელისუფლება დღენიადაგ ყოველდღიურად. ჩვენ მეგონა რომ ამაზე ნაფიქრი ქონდა ქალაქის მერს 8 თვის წინ და არ გახდებოდა. რომ როდესაც თუ გამოიკვეთა, რომ უმჯობესი იქნება მაგალითად, რაც ჩვენ დღეს ვხედავთ, კანდიდატურები, რომელიც იქნენ წარდგენილნი, ისინი არიან სწორედ პროფესიული ნიშნით არჩეულნი. ამ კონკრეტულ მოცემულობაში ძლიერდება სწორედ ეკონომიკური მიმართულებით, ანუ პროფესიონალები, სწორედ ეკონომიკის მიმართულებით. იქნება ეს ვიცე მერი თუ მერის მოადგილე. შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ აი ეს პოლიტიკა, სწორედ ცვლილების პოლიტიკა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მიმაჩნია, რომ ამ კუთხით უნდა გააგრძელოს მუშაობა მერიამ. რაც შეეხება იმ გარკვეულ ცვლილებებს, რომელიც შეეხებოდა იგივე ვთქვათ, ჯოკია ბოდოკიას საკითხი, თუ სხვა გარკვეული გამოძიებები, ეს სწორედ იმაზეც მიუთითებს, რომ არა მარტო მერიაში, არამედ ზოგადად ხელისუფლება მუშაობს როგორ? ის ახდენს კონტროლს, ახდენს მონიტორინგს და გამოვლენილ შეცდომაზე, თუ გადაცდომაზე, თუ იმ ფაქტზე, რომელსაც დანაშაულის ნიშნები გააჩნია, რეაგირებს ადეკვატურად, რეაგირებს ყისიერად და რეაგირებს ეფექტურად. კარგი, თავდამსხმელად, თქვენ პირადად როგორც ჩავსვა მე არ გაწყვეტინებ, თქვენ გააგრძელებთ აუცილებლად, პირობას გაძლევთ. თქვენ რა ხარვეზებს ხედავთ რა რით ხართ უკმაყოფილო? ალეკო ამბობს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით თითქმის კატასტროფული მდგომარეობა ალბათ ბევრი სამწუხაროებრივი ჩამონათვალი. თქვენ შეგიძლიათ ასეთი ჩამონათვალი გააკეთოთ უშუალოდ პრობლემური მიმართულებები, სადაც მე შემიძლია გითხრათ უფრო მეტიც. მე შემიძლია გითხრათ, რომ პრაქტიკულად ჩვენ ძალიან მძიმე ვითარება და მძიმე სურათი დაგვხვდა. იგივე ახლა მე შემიძლია კონკრეტულად იმ სფეროზეც ვისაუბრო, არა მარტო თქვა სფეროზე, რომელშიც თქვა ვიქნები ჩახედული, არამედ ჩახედული ძალიან უშუალოდ ყოველდღიური შეხება, რაც გამაჩნია, ესაც თუნდაც იგივე საბავშვო ბაღების თემა, ხო? ეხლა როგორ შემიძლია თქვა საბავშვო ბაღების მიმართულებით არის სიტუაცია დღეს უკვე კარგი, ხო? ანუ ვერ იქნება ეს კარგი, იმიტომ რომ ჩვენ დაგვხვდა რეალობა, როდესაც 47 ბაღი იყო დახურეს, ანუ არსებობდა დახურეს და რეალურად გვაქვს ძალიან დიდი დეფიციტი ბაღებთან დაკავშირებით 8 ბაღს ვაშენებთ ამ წელს და 60-მდე ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ეს შემდეგ. რა თქმა უნდა, კატასტროფული ვითარება დაგვხვდა მთელი რიგი მიმართულებებით. ის ფაქტიც, რომ ტრანსპორტი, რომელიც აი ეს ეგრეთ წოდებული ყვითელი ავტობუსები არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ეს პირობები დაგვხვდა და ჩვენ სწორედ იმისკენ ვართ მოწოდებულები, რომ ეს პრობლემები უნდა გადაიჭრას და გადაილახოს. რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებაში მძიმე ვითარება იყო და ამისი გამოსწორება აუცილებელია. როდის აპირებთ ქალბატონ თამარ, თუ შეიძლება ეს კითხვა დავსვა, იმიტომ რომ City Park-თან დაკავშირებით რატო ძროა არ არის არაფერზე საერთოდ. ეს ავტობუსები თავისით კი არ გახდებიან კარგი ავტობუსები, ეს ყვითელი ავტობუსები, ან სამარშრუტო ტაქსები, უსმართ ტრამვაებად კი არ გადაკეთდებიან და წინო ესაზღვრება. თუ არაფერი არ გაკეთა, როდის აპირებთ და რას აპირებთ? ამ კითხვას ამაოდ. ეხლა ვგეტყვით იგივე City Park-თან დაკავშირებით, თქვენ მოგეხსენებათ, რომ პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი და რომლის თანახმადაც ყველაზე დიდი უპირატესობა რაც ჰქონდა City Park-ს და ყველაზე მძიმე წვირთი რაც გააჩნდათ მოქალაქეებს City Park-თან დაკავშირებით იყო რა, როდესაც გადავქონდათ ავტოსადგომზე, გადაყავდათ მანქანა. ხოჩეს ამის შესახებ მეც შევიტყე ალეკო, რომ City Park-ი ქალაქში დაძრწის, მაგრამ მანქანები აღარ მიყავს. არ მიყავს, იმიტომ რომ მათი წაყვანის მიზეზი იყო შემდეგი, მათ შეეძლოთ 60 ლარი
ასე იგი 60 ლარს იღებდნენ, ასე ვთქვათ, შემოსავალს. სერვისში ხომ გადაყვა. კი ბატონო, 60 ლარს და ეს ყველა ძალიან ძიმეთ ურთა გაწვა მოქალაქებს, ეს ასე აღარ იქნება. რაც შეეხება როდის ვაპირებთ ყვითელი ეგრეთ წოდებული ავტობუსების პარკის განახლებას, სწორედ ამ თემაზე მუშაობს მერია და დიახ ეს საკითხი გადაიჭრება აუცილებლად ტრანსპორტის მიმართულებით. ან როგორ გადაიჭრება? მეცხრე თვე, იცით რა არის? აი, როგორ უნდა გადაიჭრას? აი, მოდი ასე დაგავიწყოთ. წინააღმდეგ კარგად გადაიჭრას. და ამაზე მუშაობს. ლაკი ქალბატონი თამარი ჯერ არ პასუხობს, როდის და როგორ უნდა გადაიჭრას, შენეული ხედვით, როგორ უნდა გადაიჭრას და რა ვადებში უნდა გადაიჭრას. რატომ საყვედურმა მარტო ტრანსპორტზე არა, მაგრამ კი ბატონო ტრანსპორტზე თქვა. 4 აგვისტოს ჩვენ დავამტკიცეთ და ახლა კარგია რომ თქვა ქართული ოცნება კრიტიკაზე მეტნაკლებად რეაგირებს და შეცდომებზე რეაგირებს. თავიდან მოხდა როგორ აგვისტოში, როდესაც დავით ნარმანიამ. როგორ დავამტკიცეთ თავრობა, იცით? მთელი მთავრობა დავამტკიცეთ ერთ დღეს. დავით ნარმანიამ ასე დასვა ეს ხალხი, თქვა რომ აი ეს ამის გამგებელი იქნება, ეს იმის გამგებელი, ეს ვიცემერი. ნარმანიას მოსვლასთან დაკავშირებითაც მერე ვიტყვი. და დავამტკიცეთ და აი ეს ხალხი იჯდა ასე ჩუმად, აი ეს ადამიანი, აი ის იმ სამსახურის უფროსი და დავამტკიცეთ. და ვამბობდი რომ ხალხო მოდით ამ ხალხს მოусმინოთ. ეგება რა აქვს სათქმელი, ეგება საშინელის დაბეშტილება დატოვონ ჩვენზე. ან ეგება აღწაცებულები დავრჩეთ, იმიტომ რომ დღეს არ ვიცი დღეს ხომ მქონდათ მოსმენის სისტემა. ახლა ნორმალურად მოხდა, იმიტომ რომ გუშინ იყო გაერთიანებული კომისია, ეს ძალიან კარგი არის. რომ გუშინ მოусმინეთ ამ ადამიანებს ხედვის და ამის მიხედვით განსხვავდა. რა მოხდა ტრანსპორტთან დაკავშირებით. აგვისტოს შუა რიცხვებში ტრანსპორტს ხელმძღვანელს, სამსახურის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს, მაშინ პაატა ჯაჭვიანი იყო, შეხვედრა იყო ურბანულ კომისიაში და უთხარით რომ აი რა ხედვები გაქვთ, ჩანდა რომ ხედვები არ ქონდათ. პრობლემების ანალიზი იყო აი ეს ძალიან მწრავად გაკეთებული და ხედვები საერთოდ არ იყო და მაგრამ იყო დაპირება და ნუ მაშინ გასაგები იყო რომ გითხრა ბატონო პატომ რომ სექტემბრის ბოლომდე მაცალეთ კვლევებს ვატარებ და წარმოგიდგენთ ხედვას თუ როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როგორ განვითარდება. გასაგებია სექტემბერიც გავიდა, ოქტომბერიც, ნოემბერიც და აგერ ისე შევცვალეთ ეს კაცი რომ ეს ხედვა არ ჩანს. თუ არ დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა დღეს არც არაფერი არ იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ. ეს ავტობუსები შეიძლება ხომ უნდა ვიცოთ საკრებულოს წევრი ვარ და მაქვს პრეტენზია იმაზე რომ იყო ინფორმირებული თქვა ჩვეულებრივი რიგით მოქალაქეზე მეტად რა ხდება იქ რა უნდა იყოს ერთი წლის თავზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით სხვა მიმართულებით არ ჩანს ეს ამას ახლა მე იმიტომ კი არ ვამბობ რომ ძალიან მიხარია ეს რო ესა პირიქით ვამბობ გულშემატკივარი რომ გვანახეთ ხედვა კონცეფცია მოდით ამ საკითხებზე ვიმუშაოთ არ ჩანს ეს ავტობუსები იქნება ტრამვაი იქნება შეუფრენებით ვივლით ქალაქში თუ როგორ იქნება ვიღაცამ ხომ უნდა წარმოგვიდგინოს. კი ბატონო, ახლა ახალი ხელმძღვანელია დაველოდებით, ეხლა არ დაუწყებ კაც რო არიქა და ხვალ ვითხარე და ხვალ აღარ იყოს ეს ყვითელი ავტობუსები და სამარტო ტაქსები. ველოდები და ეს დათქმა იყო, მე გუშინაც ვთქვი იქ რომ ვინც იქნება კურატორი ტრანსპორტის ბატონ ლექვინაძე, მასაც უთხარი და ბატონ გურგენიძესაც რომ თავარი გადაუდებელი, აუცილებელი რამ ის არის რომ თქვით ვადა რა ვადა გჭირდებათ რომ ვანახეთ ერთი წლის თავზე როგორ იქნება პროცესი თუ არ დაიწყეთ პროცესი თუ არ დაიწყო, სულ იქნება ეს ავტობუსები და იქნება ამაზე მაქვს პრეტენზია. აუცილებლად პირველ რიგში მინდა თქვა ის, რომ სწორედ ფრაქცია ქართული ოცნების ინიციატივით მოხდა შეხვედრა და ეს შეხვედრა ღია იყო ნებისმიერ შეიძლება შემოსულიყო და დასწრებოდა შეხვედრას რომელიც და მოისმინა ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელის მაშინ იყო სწორედ პაატა ჯაჭვლიანი მისი ანგარიში მოისმინა და წარდგენილი იქნა ფრაქცია ქართული ოცნების მთელი რიგი რეკომენდაციები თუ რა უნდა გაკეთდეს რა პრობლემები გამოიკვეთა ქალბატონმა არის ტრანსპორტი ამორტიზირებული და ეკოლოგიისთვის მე მიყვები ამ საკითხებს და ის რომ რეალურად საკრებულოში ნებისმიერ დაინტერესებულ დეპუტატს შეუძლია გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია თუ რა გეგმები გააჩნია ამა თუ იმ სამსახურს ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით რომელიც იკვეთება და ეს ერთმნიშვნელოვანი პრობლემა არის რომელიც იკვეთება რომ ეს ყვითელი ავტობუსები არის რეალურად სავალალო მდგომარეობაში და ისინი გამოსაცვლელი არის და ამისათვის საჭირო არის სხვადასხვა პროექტზე მიმდინარეობს ტრანსპორტის სამსახურმა განიხილა სხვადასხვა ვარიანტები, როგორი ტიპის ტრანსპორტით უნდა მოხდეს ჩანაცვლება, გარდა ამისა აუცილებელი არის რომ პარკირების საკითხები ქალაქში გადაიჭრას და ამაზეც უკვე მზად არის პროექტები შესაბამისად
მიწის ზედა პარკინგის ავტოსადგომებს გულისხმობ? საკითხი შესაბამისად ეს არის ის მიმართულებები რომელთან დაკავშირებითაც არის მუშაობა მიმდინარეობს და ნებისმიერ დაინტერესებულ დეპუტატს აქვს საშუალება იმისა რომ გამოითხოვოს ეს ინფორმაცია. არის გაზუსტება რას გულისხმობს პარკინგში? პარკირებასთან დაკავშირებით გულისხმობ მე მიწის ზედა პარკინგის ანუ სადგომების მშენებლობას. რაც შეეხება ის რომ ესა თუ ის პირი წარადგინოს მერმა ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ სწორედ მოულოდნელი იქნებოდა ის რომ დავით ნარმანიას წარედგინა ის სამსახურის ხელმძღვანელები იმიტომ რომ ეს რეგლამენტი რომ წარედგინა მე მგონი არ იქნებოდა ვიცე-მერი მერის მოადგილე ეს არის ადმინისტრაციული საკითხი და თუ ეს აუცილებლობა იქნებოდა მაშინ ეს რეგლამენტში გაწერილი იქნებოდა ხო ამით ეს რეგლამენტის მოთხოვნა ეს არ არის შესაბამისად ჩვენ ვერ ვიტყვით რომ აი მაინდა-მაინც ჩვენ დავიბარეთ თუ დაიბარებს შესაბამისად და იყო აქ რაღაც ხელმოწერების შეგროვება იყო ესე შემდეგ ანუ როცა ხდება დაბარება მერის ის მობრძანდება და ჩააბარებს ანგარიშს. ჩვენ მინდა გითხრათ რომ გამომდინარე იქიდან რომ სამსახურის უფროსები მაგალითად არქიტექტურის სამსახურის მოსმენა გუშინ განვახორციელეთ, კეთილმოწყობის სამსახურის მოსმენა განვახორციელეთ კვირის ბოლოს ზედამხედველობის სამსახურის მოსმენა ფრაქციაში მოახდინეთ. ეს არ არის ხო ფრაქციის ბატონო ალეკო ეს ღია გასწრება შეუძლია მაგრამ დამოკრება რატომა დავესწრო ფრაქციის ხმას ფრაქციის ჯანსაღი ინტერესი თუ გაგაჩნიათ რატომაც არა მობრძანდი დამოუკიდებელი საკრებულოში კი ბატონო მოიწვიეთ და მობრძანდება ანუ ესე მერის თქმა მინდა ნებისმიერ მათ შორის დამოუკიდებელი დეპუტატები ესწრებიან ამ შეხვედრებს და მათ შეუძლიათ რამდენი დამოუკიდებელი დეპუტატია ორი ამიტომაც ვიცი ხო თქვენ და ბატონი მანჯავი შესაბამისად კი ბატონო და შესაბამისად შეუძლია დაესწროს ხო ესწრებოდა ეს დამოუკიდებელი და არის საკრებულო საერთოდ ფრაქციის ხდომაზე კარი გააღე შემოდინო ეს ახლა ცოტა ის ამბავი კარგი ღია არის თქვენ შეგიძლიათ კარები ღია არის რასკია ქართულოცნებაში რომ დავდოდა ყოფნა ვიქნებოდი ქართულოცნებაში რა პრობლემა იქნებოდა და აქ გვაქვს ჩვენ საუბარი რაზე აქ საუბარი ხო არ არის ოპონირებაზე იმაზე რომ თქვენ არ გინდათ ასე ვთქვათ არ კადრულობთ რომ შეხვდეთ თქვათ ფრაქციის კადრულობ რა შუაშე მე ქართული ოცნების ფრაქციის წევრობა რომელი ფრაქციის წევრი ვიქნებოდი ეს მითხარით მითხარით მე საკრებულოს წევრი სხვა დეპუტატებსაც ხომ უფლებები რომ მოусმინოთ რომ წავიდეთ და ჩემ ამორჩევლებს მოუყვერო ნებისმიერ ფრაქცია საკრებულოში რომ მოვიდნენ რა პრობლემაა საკრებულოში მოდის აბა საკრებულოს ქართული ოცნების ფრაქციის როგორ გეკადრებათ საკრებულოში მოდის სამსახურის უფროსი და საკრებულოს ამას და გამოკიდება თუ გამოკიდება არ ალეკო გაქვს თუ არა შენ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი იმის ვერკეტი რომ ფრაქციას მოდის და ესწრება ამას ამ რომელი დამოუკიდებელი დეპუტატი მე ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი ბატონი სოსო მანჯავიძე ჩემი ინფორმირებული არა ვარ და მე ნუ ეს არ არის ის ალბათ თამა რომ მე ფრაქცია ვიყავ ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ რომ ჩვენ ინიციატივით ხდება მოწვევა ჩვენ ინიციატივით ხდება საკრებულოში მოწვევა ამ საუბარი აბსოლუტურად და მე მინდა დავამთავრო იმასთან დაკავშირებით რომ იგივე დავით ნარმანია როგორც თქვენ უკვე ბატონო ირაკლი ბრძანეთ დავით ნარმანია მოვა საკრებულოში და როგორც ჯერ არის ესე ვთქვათ კვარტელის შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშს წარმოადგენს დავიწყეთ სამსახურის მოსმენები შესაბამისად ამის ვთქვათ დაგვირგვინება ამ საკითხის ამით დეტალურად განვიხილავთ საკითხებს და უკვე ის ვთქვათ შემაჯამებელი თქვენ მართალია ამაზე შეიძლება ცოტა ნაადრევია კითხვის დასმას და პასუხის გაცემაც მაგრამ რაიმე წინასწარი შენიშვნები თუ აქვს და ქალაქის მერთან რაიმე საკითხთან დაკავშირებით ესეთ რა არის ჩვენ დავამთავრებთ სამსახურების მოსმენას და რა თქმა უნდა ჩვენი ჯერისხდი მთელი რიგი რეკომენდაციები უკვე ჩამოყალიბებული გაქვს იმ სამსახურებთან დაკავშირებით რომელსაც მოусმინეთ და როგორც საკრებულოს ხდომაზე მინდა განვაცხადო რომ ყოველთვის ჩვენ გვაქვს შენიშვნები ყოველთვის ჩვენ გვაქვს სურვილები და მინდა გითხრათ რომ სწორედ ბიუჯეტიც თბილისის ბიუჯეტი უპრეცედენტო რამ მოხდა რომ ჩვენ როცა შემოვიდა ბიუჯეტი
ჩვენი დავამუშავეთ და ხოლო დამუშავების შემდეგ გაიგზავნა უკან ბიუჯეტით რეკომენდაციებით და როცა რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული, უკვე შემდგომში შემოვიდა ჩასწორებული სწორედ ჩვენი დღენია და მუშაობის შედეგად, რაც ჩამოვაყალიბეთ, იმის საპასუხოდ შედგა ბიუჯეტი და შემოვიდა დასამტკიცებლად. ანუ ეს ავტომატურად არ ხდება, რომ რასაც მერია წარმოადგენს, იმას ვამტკიცებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი სამუშაო დოკუმენტი არის ფინანსური ძირითადი დოკუმენტი, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ასახავს პრიორიტეტებს. შემოვიდა, იქნა შენიშვნები გათვალისწინებული და ისე იქნა მიღებული ეს ბიუჯეტი. ჭეთილი ალიკო. ეს რა შუაში იყო ვერ მივხვდი მართლა გითხრათ, მაგრამ ბატონო ბატონო მე დავუსვი კითხვა ალიკო და ამაზე ეთქვას. მოულოდნელი იქნებოდა მერს რო წარედგინა. ეხლა წარმოიდგინეთ მეორე, მესამე პირები დავამტკიცეთ მერის. მოულოდნელი ის იყო რომ მერი არ მოვიდა და არ წარმოადგინა ეს ხალხი. მაგრამ კანონით ამის აუცილებლობა არ არის. იცით როგორ არის? აი ხო ეთიკური ამბავია რომ მოხვიდა და თან იცით როგორი ამბავია? რა გახდა ეხლა რა პოლიტიკური ამბავია? სანამ მე ხელმოწერების შეგროვებას დავიწყებდი ქალბატონ თამარ, არ ვიცი თქვენ ბოლომდე ესწრებოდი თუ არა. მანამდე 2 კვირით ადრე სხდომების მიწურულს, როდესაც კამერები გასული იყო და უფრო ისეთი სამუშაო ატმოსფერო იყო. მე ვესწრები და კამერები როცა გადიან, მაშინ არ გავდივარ ხოლმე სხდომათა დარბაზიდან. ეგრა შუაში იყო ქალბატონ. ნუ ხდება ხოლმე ესეთი. ხო, ხდება ხოლმე. მე ჩემთან დაკავშირებული მაქსიმალურად ბოლომდე ვარ და ბოლომდე ვზივარ ხოლმე სხდომებზე. კარგად მოვადევნო თვალო. ეს რეპლიკა ხარ შუაში. და რამდენჯერმე უთხარი ქართულ ოცნებას რომ არის კითხვები ძალიან ისე ადამიანურად და კოლეგიალურად. მე გახდა ეს რაღაცა პოლიტიკური იწილობის ამბავით. უთხარი რომ არის შეკითხვები. დღემდე არის ჰაერში გამოკიდებული კითხვა. რატომ მოხსნეს მარგიშვილი? ეს იყო ადამიანი, რომელმაც მერზე მეტი ხელფასი და პრემია აიღო. მერზე მეტი ხელფასი და პრემია და არ გააკეთა არაფერი საერთოდ. პასუხი რომელიც შენ მიიღე არ არის ეს პასუხი. ვინ უნდა გამცეს პასუხი? უნდა მოვიდეს თბილისის მერმა გასცეს და ხო არ უკავშირდება ეს ბოდოკიას აი იმ სკანდალურ ამბებს, იმიტომ რომ აი ეს ძალიან დაემთხვა დროში. არ მინდა მე ნაცარქექიობა და რაღაცა ჭორებით ლაპარაკი, უნდა მოვიდეს და ეს ვუთხარი მე ჩემ კოლეგებს, რომ ხალხო არის კითხვები. ხალხი ლაპარაკობს ამასთან დაკავშირებით, კიდევ სხვა კითხვებიც არის და მოდი დაუძახოთ ამ კაცს. და გაქვს პასუხი, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, ჭორები მithmamothma ჩდება იქ, სადაც არ არის მკაფიო პასუხები. სადაც ვინც უნდა თქვას, ის არ ჩანს და არ იძლევა ამ პასუხებს. ამ შემთხვევაში დავით ნარმანიას გულისხმობ. ერთი კვირა ვამბობდი, მეორე კვირა ვამბობდი და მე რომ მივხვდი რომ არ ნორმალური ამბავია, რომ თბილისის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ქალაქის მერი მოვიდეს და ანგარიში ჩაგვაბაროს, თან გავიდა მე-9 თვე დაიწყო. ნორმალური ამბავია, რა შუაში აქვს პოლიტიკა და აი მე ხა იმის დაძახილზე ამორ ამის 2 კვირა ვამბობდი და თქვენ მოგიწოდებდით უმრავლესობას თქვენ მოიყვანეთ. ეხლა რომ ფრაქციის დაძახილზე მე არ მოვალო, ანუ მე არ შემოვა თქვენთან, ეხლა არ თქვით რა შუაში დაძახილზე არ მოვალო. ხა იმას ამბობთ ორმაგი სტანდარტია ბატონო ალიკო, თქვენ თქვით ზუსტად ჩემს შეიძლება დავამთავრე. ბატონო ალიკო, რამდენიმე წუთის წინ თქვენ. მოდი დავასრულოთ. არა, ეხლა უბრალოდ აი ეს რომ მოვისმინე, ახლა გავუწინე ზუსტად რამდენიმე წუთის წინ მე მეუბნებოდი რა თქვენთან ფრაქციის დაძახებულზე მე ხო არ მივალო და ეხლა დაძახებულზე არ მოსვლაზე არის სხვაზე კრიტიკა, ეს ორმაგი სტანდარტი არის ბატონო. რაღაცას ეთყობა ვერ მიხდით რას ვამბობდი ქალბატონ თამარა. რა შეეხება ფრაქციას? მე ვარ საკრებულოს წევრი, ალბათ თუ არ ვიყავი, არც ერთი საკრებულოს ხმა არ გამიცდენია და ბოლომდე ვზივარ ხოლმე თუ აკვირდებით. და საკრებულ მე რომელიმე ამაზე ბატონო ალეკო ნამდვილად მე არ დავიწყებ დაწვრილმანებას. თუნდაც დაწვრილმანებას ქალბატონ თამარ არ არის პრობლემა. შეება საკრებულოს ხდომებზე. არის გარკვეული დეპუტატების მხრიდან მცდელობა იმისა, რომ მხოლოდ მოხდეს საკრებულოს ხდომაზე, მოგეხსენებთ, ახლა ვერ იქნება 4-5 საათის გრძელდება საკრებულოს ხდომები. ესე ვთქვათ, ჟურნალისტები ხო ვერ იქნებიან ამდენი ხნის განმავლობაში და კამერები ვთქვათ მოდიან, გარკვეულ ნაწილს აიღებენ კადრებს და შემდგომში მიდიან, ბუნებრივია, ხო? გარდა ვთქვათ ადგილობრივი ალბათ კამერისა. და არის ხოლმე რა, აი ძალიან უცნაური რამ არის, ხო? ჩვენ ვთქვათ გვიან საღამოდე დღესაც მაგალითად ძალიან გვიან გარკვეული თემა განხილვა ვიცემერის მოადგილეების იყო, ამაზე იყვნენ ჟურნალისტები და მე უკვე წავიდნენ და ჩვენ მე უკვე ესეთი საკითხები, რომელიც საჭირო საკითხები გზის შეკეთება ესე შემდეგ იმასაც ვაგრძელებთ შემდგომში, მაგრამ ეს უკვე ეთერებში არ გადაიცემა, იმიტომ რომ ეს არის სამუშაო, ესე ვთქვათ, პროცესი. მაგრამ გამოყენებულია ხოლმე ის ნაწილი, რომელიც ესე ვთქვათ, განცხადებებისთვის, ეპატაჟისთვის, პოლიტიკური პიარისთვის და მე უკვე ის საკითხი, როცა შენ ვთქვათ, გზების შეკეთებას, ორმოულ შეკეთებას და ამ თემებს განიხილავ,
ამაზე არიან დეპუტატები, რომლებიც არჩევიან. მე მგონი ეს ალეკოზე ვრცელდება თუ არ ნებისმიერი, ნუ ეხლა ეს რა სალაპარაკოა? ძალიან ცოტა სამი წუთი გრჩება და მინდა სამ წუთში საქმიანად ვილაპარაკოს. ხმის განცდენები და ისინი ქართულ ოცნებას აკეთებს ზოგი დეპუტატსაც და აბა რა შრაში ყო ამის მოყოლა. ალეკო თამარ გრჩება 4 წუთი და მინდა გთხოვოთ რომ მაქსიმალურად საქმიანად გამოიყენეთ. საქმიანად ვიყენებ. ეს პოლიტიკური იწილო-ბიწილო ამ დაბარება და უბარებლობასთან დაკავშირებით უნდა დაასრულოს თავად დავით ნარმანიამ. ის რაც უფრო ხშირად ივლისს საკრებულოს ხდომებზე იქნება მისთვის კარგი, ქალაქისთვის კარგი, იმიტომ რომ რაც უფრო არ ჩნდება მერი, რაც უფრო კითხვებს პასუხს არცემს, იმით ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვები ქრება თავისთავად. პირიქით უნდა ანახოს მაგალითი ანგარიშვალდებულების დავით ნარმანია მოვიდეს და გასცეს რა, ანუ გაატავისფლა მარგიშვილი, გაატავისფლა ქონდა რაღაც მიზეზი, ხო გამოდიდა თქვი შედალუცილ. კორუფციასთან დაკავშირებით გასაგებია რომ ყველა გამგეობაში ახლა დავით ნარმანია ხუთი თვალით ვერ დაუდარაჯდება თანამშრომლებს. დააკავის გამოდიდა თქვი ახსენი თუ გააკ ეს სათქმელი და ასახსნელი. ის რომ აი იქ არ მივალ, მე არ მოვალ, თავად დავით ნარმანია აჯანჯლებს ამ პროცესს. ჩვეულებრივი ამბავია ეს რომ საკრებულოში მე უნდა მოვიდეს და ჩაგვაბარო. შენ რა შენიშვნები გექნება თვის ბოლოს როცა ნარმანია მოვა? უამრავი არის შენიშვნა, უამრავია შენიშვნა. პირველი კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ადამიანი რომელმაც აიღო მერზე მეტი ხელფასი და პრემია. და რომლის დანიშვნის წინააღმდეგიც ვიყავ, იმიტომ რომ ლოგიკური იყო კულტურის სამინისტრო საერთო აღიარებით პრემიერ-მინისტრის შეფასებითაც იყო ჩამორჩენილი სტრუქტურა, იმ ჩამორჩენილი სტრუქტურის მეორე ჩინოვნიკი ბატონი მარგიშვილი, რომელიც პირველი მოადგილე იყო მინისტრის, გადაიყვანეს მერე და ვამბობ ლოგიკურად ხდება რომ იქ თუ არ ივარგა, აქ რატო ივარგებდა მარგიშვილი, ხო? თან იქაც ყავს ნანახი საქმეში რომ არაფრად არ ვარგო და არ იცოდა რა სტრუქტურას ხმთო. ამ კაცმა ვერ გამართლა არის ახლა ეს კითხვა. City Park-თან დაკავშირებით ზუსტად მაინტერესებს რავალდებში როგორ ანაირად ის რომ ჯარიმის თქვა იმის აკრძალვა ძალიან კარგია, მაგრამ ეს პარკინგს ვერ მოაწესრიგებს. ჩვენ კომპანია City Park-ი მჭირდება პარკინგის მოსაწესრიგებლად კი არა და ზოგადად ქალაქის პარკინგის მოწესრიგება. ის რომ საჯარიმოზე ვეღარ გადაიყვანს, ამით პარკინგის პრობლემა არ გვარდება და ასე შემდეგ არის შეკითხვები, რომლებიც არის ჩვეულებრივი კითხვები ახლა. სამწუხაროდ გვეწურება დრო და შენ იმენი შენიშნა თქვი რომ 1 წუთით მე თვითონ ქალბატონთან სამართლიანობის რო მიეცეს პასუხისგაცემის საშუალება. კი ბატონო, მე ესე იგი შემდეგი რამ მინდა მოგახსენოთ რომ იგივე მაინც აქ დავბრუნდები რომ აი მისვლა, მოსვლა და მე მიმაჩნია რომ თუ ადამიანს აქვს გარკვეული პრინციპები, იმ პრინციპების თანამიმდევრული უნდა იყოს და მე შორ თუ ადამიანი არ მიდის სადღაც იმის გამო რომ ვიღაცა დაძახებულიაო, ამიტომ ამაზე ახლა აპელირება რომ მისვლა, მოსვლის გამო სხვა არ მიდის, ანუ პროექცირება საკუთარი იმისი ვთქვათ შინაგანი ბარიერის სადღაც არ შეხვიდე, სხვაზე არ შეიძლება. ნარმანიამ განაცხადა და მისვლა ეს არის მიწერა მისთვის რაღაცა საკუთარი იმისი ბარიერის. ხო, იქ არ მიდიხარ, იმიტომ რომ აი ის ვიღაცამ დაუძახა და მე მაგიტომ აი კარებს არ შევაგებ. არა, საკრებულოს კარები იმიტომ არ შემოაღო 2 თვის წინ, რა ქვია, ნარმანიამ რომ მისვლა არ უნდა. რეალურად დავით ნარმანია საკრებულოში ძალიან ბევრჯერ იყო, 6-ჯერ მეტჯერ იყო, 6-ზე ანუ 6-ჯერ მინიმუმ 6-ჯერ იყო. ნარმანია მოსული საკრებულოში და ეს პრაქტიკულად უპრეცედენტო შემთხვევა არის მერიასთან დაკავშირებით, რომ უგულავა ერთხელაც არ იყო, მე მგონი ნამყოფით 2-ჯერ, მაქსიმუმ მთელი თავისი მერობის პერიოდში. უპრეცედენტოდ გახსნილი არის მერია და უპრეცედენტოდ ხშირად დადის. მერი და სამსახურის უფროსები ყოველკვირა რამის დღეში რამდენჯერმე მოდიან საკრებულოში სამსახურის უფროსები. კეთილი, ძალიან დიდი ბოლო შენაგებად ვეკინოთ. სავარაუდოდ სადებატო თქვენ ძალიან ბევრი გაქვთ ერთმანეთში, მაგრამ გადაცემის ფორმატი ამის საშუალებას არ გვაძლევს. უნდა დაგემშვიდობოთ, დიდი მადლობა თამარ ტალიაშვილი, ალეკო ელისაშვილი იყვნენ ბარიერის დასკვნითი ბლოკის სტუმრები. მადლობა ძვირფას სტუმრებო, მე ხვალამდე გამშვიდობებით, გააგზავნებოდეთ.